სამწუხაროდ გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაანთავისუფლეს. არასდროს ყოფილხართ UFC-ს ივენტზე, მაშინ ამ შანსთან ძალიან ახლოს ცხოვრობთ. კამერუნის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ფრენსის განუ მოტოციკლით ავარიაში მოყვა. ჟორჟ სენტ-პიერი აიმან ზაჰაბის კუთხეში იქნება. მან ასევე მახაჩევისა და ილია თოფურიას შეხვედრაზე ისაუბრა. თუ შენ მოგწონს UFC, მაშინ გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. გურამ ქუთათელაძე, რომელსაც UFC-ში 2 მოგება და 3 მარცხი აქვს, UFC-მ გაანთავისუფლა. როგორც ჩანს, გურამის მონდომება და სანახაობრივი სტილი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ UFC-ს როსტერში დარჩენილიყო. თუ თქვენ არასდროს ყოფილხართ UFC-ს ტურნირზე, მაშინ ეს შესაძლებლობა ძალიან ახლოს არის თქვენთან. 21 ივნისს UFC ბაქუ გაიმართება, რომლის ბილეთების გაყიდვაც უკვე დაიწყო. ჟორჟ სენტ-პიერი UFC 315-ზე აიმან ზაჰაბის კუთხეში იქნება. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ჟოზე ალდოა. სენტ-პიერმა ასევე მახაჩევის და ილიას დაპირისპირებაზე ისაუბრა. რას ფიქრობ წონითი კატეგორიების შეცვლაზე? ეს მემკვიდრეობაზე და აჟიოტაჟზეა დამოკიდებული. თუ შენს წონაში ღირსეული მოწინააღმდეგეა, ნამდვილი ელიტური მებრძოლი მას შანსს მისცემს. ჩემპიონი უნდა იყოს ამაყი, ხალხმა ის საუკეთესოდ უნდა მიიჩნიოს. თუ ვინმე ჩემს წონაში საფრთხეს წარმოადგენს, მე ვალდებული ვარ ის დავამარცხო. მე ამას ასე აღვიქვამდი, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა სხვა დროა. ხოაკინ ბაკლიმ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ის აწონების ცერემონიაზე იან გარი სოლთანთან დგას. როგორც კი მოტრიალებას ვაპირებდი, ის მოვიდა ჩემთან, ხელზე შემეხო და მითხრა, საღამოს ისევ შევხვდებითო. კამერუნის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ფრენსის განუ ავარიაში მოყვა. ის ავარიაში მოტოციკლით მოყვა, რის შედეგადაც 17 წლის გოგონა დაიღუპა. ცნობილია, რომ განუმ ყველა სამედიცინო ხარჯი დაფარა, მაგრამ სამწუხაროდ გოგონა ოპერაციამდე გარდაიცვალა. იოელ რომეროს აზრით ილია თოფურია პრაქტიკულად დაუმარცხებელი იქნება ლაითვეიტში. რამდენ სიწონის ბრძოლებს შორის 82 კილოგრამს? თუ ის 82 კილოს იწონიდა და 66-ში ჩამოდიოდა და შემდეგ წონის აღდგენას მაინც ახერხებდა, წარმოიდგინეთ რა ფორმაში იქნება 70 კილოგრამ კატეგორიაში, იგივე სისწრაფით, რეაქციით და განძლეობით. ის არის ადამიანი, ვისი დამარცხებაც ძალიან ძნელი იქნება ამ წონით კატეგორიაში. პირველი მარცხი მებრძოლი ბოტანიკოსებისთვის. ვინ იქნება შემდეგი, ვინც დამარცხდება? მაურისიო რუფი, კაიო ბორალიო თუ ჯინ სილვა? ასე მგონია, რომ სილვა პირველად ევლოევთან დამარცხდება. ბორალიო ხამზატის წინააღმდეგ წააგებს, ხოლო რუფი პირველივე მეტოქესთან, ვისაც სერიოზულად ძლიერი უნარები აქვს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.